ხვალინდელი ღამე მნიშვნელოვანი იქნება ვიტყვი ყველაფერს ისე როგორც არის ეს თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა და სიმართლე გითხრათ მე არ ვიცი არც არავინ არ იცის რა ან რაღა აქვს სათქმელი პრეზიდენტ ტრამპს რას იტყვის პრეზიდენტი ტრამპი რის თქმას აპირებს ამერიკის 47 პრეზიდენტი თუმცა ობიექტურები რომ ვიყოთ კარგის მოლოდინი სწორის მართებულის მოლოდინი რასაკვირველია არ უნდა გქონდეს პრეზიდენტი ტრამპი პრაქტიკულად ყოველ დღე გვაოცებს მისი გუნდის წარმომადგენლებიც პრაქტიკულად ყოველ დღე გვაოცებენ ფრიად უცნაური განცხადებებით და შესაბამისად უკვე ხვალ როგორც მე ვხვდები მან შეიძლება თავი მოუხაროს მის და მისი თანაგუნდელების მიერ ნათქვამ არაერთ სიგიჟეს ეს ყველაფერი ფუცელზე დაიტანოს ან ზეპირსიტყვიერად წარმოთქვას და მოგვახალოს მთელ მსოფლიოს მიახალოს ის ტრამპისეული სიმართლეები ასე ვიტყვი რომლებიც ბუნებაში რასაკვირველია არ არსებობს თუმცა ტრამპს და მის არაერთ მომხრეს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ ასე მაგალითად საქართველოში სიმართლე კი ჰგონია მაგალითად ტრამპმა შეიძლება უკვე თავადაც თქვას რომ აჩერებს ყველანაირ სამხედრო დახმარების პროგრამებს და ორი პროგრამაა ამგვარი ბაიდენის პერიოდში პირობებში დამტკიცებული უკრაინის მიმართ ეს იქნება უმძიმესი ამბავი უკრაინისათვის ამასთან მან შეიძლება თქვას არა მხოლოდ ახალი პროგრამების არ დაწყების თაობაზე გაჩერების დასრულების გაჩერების თაობაზე არამედ თქვას რომ აი ბაიდენმა რაც დაამტკიცა იმასაც კი ვაჩერებო მას ხომ ტრამპს ხომ ბაიდენი საკუთარ მთავარ მოწინააღმდეგეთ მიიჩნევს ბაიდენს მიუხედავად იმისა რომ 46 პრეზიდენტი 47 პრეზიდენტმა დაამარცხა არჩევნებში და ეს საოცარი მართლაც საოცარი ვაღიაროთ კამბექი გააკეთა ვერ ინელებს იმ ძველ 2020 წლის ამბავს როდესაც მისი აზრით მისი წარმოდგენით ბაიდენმა და დემოკრატებმა მას არჩევნები გაუყალბეს და გახსოვთ რა პროცესების განვითარდა 2020 წელს იანვრის თვეში შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში კაპიტოლიუმში იცით რაც ხდებოდა მაშინ ამასთან ამის გარდა ტრამპმა შეიძლება თქვას რომ ის ყველანაირ ან ბევრგვარ სამხედრო დახმარებას აჩერებს ევროპასთანაც ეს ევროპისთვისაც მძიმე იქნება დიახ ჩვენ ვამბობთ იმას რომ ევროპა თავიდან შეიარაღდება ევროპა გაზრდის სამხედრო ხარჯებს ევროპას ექნება რესურსი მაგრამ ობიექტურები თუ ვიქნებით ევროპა ფრთა კი არა ორ ფრთა მოტეხილია არწივია ან ფრინველია შეერთებული შტატების გარეშე დიახ რაც არ უნდა მოინდობოს და მადლობა რასაკვირველია ბრიტანეთს საფრანგეთს მაღალი ალბათობით გერმანიასაც სხვებს და სხვებს რასაკვირველია კარგია და სწორია და აქამდე უნდა ეკნათ ეს ყველაფერი მერკელის პირობებში უნდა ეკნათ პირველ ყოვლისა მაგრამ მაინც შეერთებული შტატებიდან მათ შორის ტექნოლოგიების მიღების თვალსაზრისით თუ შეჩერდება ტექნოლოგიის მიწოდება თუ შეჩერდება შეერთებული შტატებიდან ევროპაში ევროპა იმ სირთულეებს რომლებიც მის წინაშე წარმოიქმნება რასაკვირველია ვერ გაუმკლავდება და ძნელად გაუმკლავდება თუ გნებავთ ესე ვიტყვით და მით უფრო არსებითად კონცეპტუალურად ვერ დაეხმარება უკრაინას რომელსაც სჭირდება რომელსაც აუცილებელია დახმარება ტრამპმა შეიძლება თქვას კიდევ ერთი სიგიჟე ალბათ ყველაზე უფრო მძიმე მან შეიძლება თქვას რომ პუტინს ზელენსკისაგან განსხვავებით უნდა მშვიდობა ანუ ქვეყანას რუსეთს რომელიც თავს დაესხა სხვა ქვეყანას უკრაინას რომელიც არის აგრესორი და ის იცის ყველა რომელიც არის ბოროტი რომელიც არის ამ საშინელი ჯოჯოხეთის ავტორი და მთავარ ავტორი და ერთადერთი ავტორი აი ამ ქვეყანას ეპატიება ყველაფერი
არა თუნდაც ესე არ ვიტყვი, მას ამ ქვეყანას უნდა მშვიდობა, ხოლო მსხვერპლი ვინც არის, ვინც დაჩაგრულია, ვის ტერიტორიაზე შეიჭრა პუტინი და მისი ბანდიტები, სადაც შეიჭრნენ, მათ კი თურმე მშვიდობა უნდათ, ხო? ზელენსკის კი უნდა ომი. ეს ტრამპს ერთგვარად ნათქვამი აქვს ვიყოთ გულახდილნი, თუმცა შეიძლება უფრო მკაფიოდ, უფრო ნათლად, უფრო ცალსახად თქვას ეს. მან შეიძლება თქვას, რომ მინერალების ეხა კიდევ ერთი უცნაური ამბავი, ამგვარი ანალიზიც არის, ხო? მინერალების შეთანხმება სულაც აღარ აინტერესებს, არ აინტერესებს და მორჩა ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ არასანდო პარტნიორი ზელენსკი არის უკრაინის სათავეში, ამიტომ კიდევ ერთხელ შეიძლება თქვას, რომ ზელენსკი ამას ამბობენ მისი თანაგუნდელები, ზელენსკი უნდა წავიდეს, არჩევნები უნდა ჩატარდეს უკრაინაში, რაც არ უნდა უმტკიცო მერე ტრამპს და ადმინისტრაციას შეერთებული შტატებისა, შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, უკრაინიდან თუ ხმადაბლა საქართველოსთან თუ ხმას მიაწვენ, რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი არ შეიძლება მიდიოდეს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ომშია და ასე შემდეგ და usახელო ახსენო მათ შორის შეერთებული შტატების მაგალითი ტრამპმა თუ ჯიუდიკაცია დაიჩემა, ხო, ვერც გადაათქმევინებ, ასე აქ დაჩემებული, ვინ არ უთხრა, ყველამ უთხრა ლამის, რომ არანაირი 350 მილიარდიანი დახმარება არ გამოუხვია შეერთებულ შტატებს უკრაინისათვის, მაგრამ ყოველ შემდეგ ჯერზე ტრამპი მაინც ჯიუტად იმეორებს, რომ 350 მილიარდი დოლარი აქვს გადაცემული ადმინისტრაციას, ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისათვის 2022 წლის თებერვლიდან ვიდრე 2024 წლის ბოლომდე, ხო? ანუ ესეც კი შეიძლება თქვას ტრამპმა. ეხლა კიდევ რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება არის შემდეგი. რაც არ უნდა თქვას ტრამპმა, ხვალ და მან დაგვიანონსა, არ დაუსპოილერები ვართ, დაგვიანონსა, რომ თავარ სიტყვის სწორედ ხვალ რაც არ უნდა თქვას ტრამპმა, ხვალ გაგიკვირდებათ და მაინც მეორე ხარისხოვანია. იმიტომ რომ მშვიდობაზე, ყალბშვიდობაზე ესოდენ ხშირი აქცენტების გაკეთება უკვე სასაცილოდ ხდება იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსეთს დამოუკიდებლად იმისა ეს ტრამპს ესმის თუ არა, ეს მშვიდობა არ უნდა. სხვადასხვა ორი განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ტრამპს და პუტინს ამ ეგრეთ წოდებულ მშვიდობაზე. შესაბამისად ტრამპის ყველა განცხადება მშვიდობის თაობაზე დაფუძნებულია სიტყვაზე მე მინდა მშვიდობა და არა რომელიმე კონკრეტულ გეგმაზე მშვიდობის თაობაზე. მე მინდა რომ სისხლი აღარ იღრებოდეს, მეც მინდა რომ სისხლი აღარ იღრებოდეს, მაგრამ ამას ხომ უნდა მიაღწიო. ხო, კონკრეტული დოკუმენტი უნდა არსებობდეს, თან დეტალური დოკუმენტი უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს დაპირისპირების, ომის, სისხლის ღვრის გაჩერება, თუნდაც შეჩერება. ტრამპს როგორც ჩანს ეს გეგმა არ ქონია არასოდეს და არც ახლა აქვს. ტრამპს არ შეუძლია ასე ვიტყვი ომის დასრულება და მეცაც ვიტყვი უშუალოდ რუსეთს არ უნდა ომის დასრულება. უყურეთ, მაგალითად რუსეთი იცით თქვენ ვაშინგტონსაც და მთელ ცივილიზებულ სამყაროსაც უთვლის მთავარ მესიჯს, რომ SVO სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები ჯერაც შესრულებული ჯერაც არ არის. რა იყო ორი ძირითადი ამოცანა? უკრაინა არ უნდა შევიდეს ნატოში, ოკეი? და მეორე, უნდა მოხდეს უკრაინის დენაციფიკაცია, რომელიც ფრიად გაუგებარი ამბავი იყო მაშინაც და ახლაც გაუგებარი ამბავი თუ მოთხოვნა. არ ვიცით, რას გულისხმობს ეგრეთ წოდებული დენაციფიკაცია კიევის ცენტრში რუსული დროშის აღმართვას შეიძლება გულისხმობდეს და ხარკოვის პერიფერიაში
რომელიღაც 198 სკოლაში რუსული ენის სწავლების გაძლიერებასაც. ეს არსებითად პუტინს და რუსეთს არ დაუკონკრეტებია. მაგრამ ესეც არ არის მთავარი, აი ნატოსთან დაკავშირებით ვისაუბროთ, თუნდაც რუსეთი მოითხოვს, რომ გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები, რომელშიც წერია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ის გადაწყვეტილება ნატომ მიიღო სრული კონსენსუსით, იმიტომ რომ ამგვარი გადაწყვეტილებები 2008 წლის გადაწყვეტილებაა იცით თქვენ აპრილისთვისა, მიიღება სრული კონსენსუსით. შესაბამისად, ერთ წუთს წარმოვიდგინოთ, რომ ნატო, არა, უკაცრავად, შეერთებული შტატები ეუბნება რუსეთს, რომ გასაკვირველია, უკრაინა არ გახდება ალიანსის წევრი. რუსეთი დამატებით კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ ეს დოკუმენტურად გამიმყარეთო, ანუ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გააუქმეთ, დახიეთო. იკრიბება წარმოვიდგინოთ ნატო. ნატოს უკლებლი ყველა სახელმწიფოს ლიდერი ჩადის, არის პირობითად ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, სადაც შედგება ეს სამიტი. და ეხლა მე გეკითხებით. უკლებლი ყველა არის თანახმაკი იმაზე, რომ 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება დაიხეს ესე. რასაკვირველია არა, რასაკვირველია ერთი მინიმუმ და რეალურად კი გაცილებით მეტი ქვეყანა აღმოჩნდება, რომელიც იტყვის, რომ ესე ხუშტური რუსეთისა, რომ ჩვენ დავხიოთ ჩვენივე გადაწყვეტილება, არ იქნება ჩვენს მიერ გაზიარებული. უკვე ტრამპი მერე ამ პროტესტანტებზე, ხო, პროტესტის გამომთქმელებზე გაბრაზდება, გაჯავდება და რა, გადაწყვეტილება შეცვლილი არ იქნება. ანუ ბუქარესტი ვერ გაუქმდება, კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით ვერ შედგება. გარდა ამისა, გარდა იმისა, რომ ითხოვს დენაციფიკაციას ასევე, რაც კვლავ ვიმეორებ, კარგად არ მესმის და არც არავის არ ესმის, რაც გულისხმობს ტრამპი, კი არა პუტინი, ითხოვს ერთ ახალ მოთხოვნას. შედარებით ახალ მოთხოვნას, ლავროვის, ზახაროვას, მისი ბანდიტების პირით ეს ახალი მოთხოვნა პრინციპში გაახმიანა რუსეთის ფედერაციის ლიდერმა. კერძოდ, ის ამბობს, რომ მე დაპყრობილი მაქვს, არა უკაცრავად, მე რუსეთის ფედერაციაში შეყვანილი მყავს უკრაინის 5 რეგიონი. აი უკრაინის რო იყო ის 5 რეგიონი. ამასთან ამ 5-დან ერთს ყირებს ვაკონტროლებს სრულიად, მეორეს და მესამეს დონეცკს და ლუჰანსკს ვაკონტროლებ რეალურად 90%-ით ორივეს ერთად. მაგრამ ოკეი, ჩავუთვალოთ, რომ 100%-ია. მე 95-ს შესაბამისად ზაპოროჟიეს და ხერსონს ვაკონტროლებ. ზაპოროჟიეს 70%-ს და ხერსონს 50%-ს. და გავიდეს უკრაინული ჯარი იმ ტერიტორიებიდან, ხერსონის 50%-დან და ზაპოროჟიეს 30%-დან და დამითმოს თავიდან ბოლომდე. რომელი ჭკუათ მყოფელი ლიდერი, რომელი პატრიოტი ლიდერი, თუ პირდაპირ მნიშვნელობით იანუკოვიჩი არ იქნება დასმული ვიღაცის ძალისხმევით, მეოხებით კიევის სათავეში, ვინ გარისკავს, ვინ გადაწყვეტს, ვინ გადადგამს ამგვარ დაბიჯს. ზელენსკი არ გადადგამს. ოკეი, წავიდა ზელენსკი, შეერთებული შტატების ცალკეული შინოვნიკების მაღალი თანამდებობის პირები, მოთხოვნაც ეს არის, ან ღია განცხადებებს აკეთებენ და წავიდეს, ახალი არჩევნები ჩაატაროსო, ხო? როგორ უნდა წავიდეს, ამაზე ვისაუბრეთ. და რაც აუდა ტრამპს, რაც აუდა უთხრა ტრამპს, რომ ეს შეუძლებელია, არჩევნები არ ტარდება, არ ჯერა ამ კაცს, მაგრამ კარგი თქვათ, წავიდა, დანიშნა. ზელენსკი მარც მონაწილეობა არ მიიღო, სალუჟნი გახდა, თქვათ, ლიდერი. სალუჟნი კი ამაზე მოაწერს ხელს და რომც მოაწეროს ხელი, ნახეთ რა ხდება ამ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, კიევში, პრეზიდენტი, ზელენსკი, სალუჟნი, პოროშენკო, კლიჩკო, იქ აღარ მახსოვს ერთი ახალგაზრდა კანდიდატი გამოჩნდა კიდე, საკმაოდ პოპულარული სხვათა შორის, არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ ის გახდება პრეზიდენტი, არამედ პოპულარულია უბრალოდ გარკვეულ წლებში, ვინც არ უნდა იყოს. ამ გადაწყვეტილებას ვინც მოაწერს ხელს, ვინც იტყვის, რომ ზაპოროჟიეს 30% დატოვოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ხერსონის კიდე
50%-იო ეს ჯარისკაცები მოუტრიალდებიან და მარშით წავლენ კიევზე. მარშით აიღებენ კიევს და მერე უყაროს კაკალი ასე ვიტყვი, კიდე შეერთებულმა შტატებმა, უბრალოდ მისმა ხელმძღვანელობამ და კიდე რუსეთმა იმ ქაოსს რომელიც შეიქმნება უკრაინაში და რა საკვირველია ჩამოაგდებენ ნებისმიერ კინცის ხრით გააგდებენ ნებისმიერ ლიდერს და კიდევ ერთი საკითხი ეს არის კურსკის საკითხი კურსკის ნაწილი არ მინდა ამ სიტყვის გამოყენება მაგრამ მაინც ვიტყვი ოკუპირებული აქვს უკრაინას ანუ თავად ოკუპირებული ქვეყანა გახდა ოკუპანტი იმ ქვეყნის ტერიტორიებისა რომელსაც დაპყრობილი აქვს მისი ესე რომ ამბობთ ხოლმე 20%. რა უნდა თქვას რა როგორი არ ვერბალური ან იურიდიული არგუმენტაცია არ არსებობს როგორი ფილოსოფიური არგუმენტაციით უნდა დატოვოს უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა კურსკი ანუ რუსეთის ტერიტორია ყოველგვარი ბარტერის გაცვლის პირობების შესრულების თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ გარეშე ამიტომ ეს არის მინდა მე მინდა რომ იყოს მშვიდობა ხოლო პუტინის წარმოქმნა მშვიდობის თაობაზე არის სხვაგვარი აბსოლუტურად სხვაგვარი პუტინი არაფერზე არ არის თანახმა ვიდრე ეს ხუთი რეგიონი არ იქნება თავიდან ბოლომდე დაცლილი უკრაინის შეერაღებული ძალების მხრიდან თუ მიერ ვიდრე კურსკი არ იქნება განთავისუფლებული და კურსკში არ დაბრუნდება რუსეთის იურისდიქცია და ასე შემდეგ კიდევ ერთი საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი პუტინი არას დიდებით არ არის თანახმა იმაზე რომ ამ გამყოფ ხაზზე ჩადგეს საერთაშორისო ძალები ბრიტანელებმა გამოთქვეს თანხმობა გერმანელები გამოთქვამენ თანხმობას ირლანდიელებიც კი არ მეშლება ამბობენ თანხმობას ფრანგები ამბობენ თანხმობას იტალიელებიც იქნებიან ადეკვატურები განცმუნებთ კი არა ესე მგონია რომ თურქებიც კი იქნებიან ადეკვატურები ოღონდ პუტინს ქვა აქვს აგდებული და თავი აქვს შეშვერილი და ამბობს რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ საერთაშორისო ანუ დემოკრატიული სამყაროს ძალები ნატოს შემოვიდეს ამ ტერიტორიაზე დავუჯეროთ ერთს პუტინს წავხვეთ ლოგიკაში და თუ საერთაშორისო ძალები არ უზრუნველყოფენ მშვიდობას მაშინ სადღაა ტრამპისეული გეგმა იმის თაობაზე რომ ევროპამ მიხედოს უსაფრთხოებას ევროპამ ჩააყენოს ჯარი მე გამეშვით ამბობს ტრამპი მე წავალ მე ჩვენ შორის ოკეანეა ლაჟვარდოვანი ოკეანე მე არაფერში არ ჩავერები და თქვენ მიხედეთ თქვენს უსაფრთხოებას ვაპირებთ ბატონო რომ მიხედოთ ეუნება ბრიტანეთი ვაპირებთ მაგრამ ვერ შევდივართ იქ იმიტომ რომ პუტინი არ გვიშვებს პუტინი არ არის ამაზე თანახმა და შენ რაღაც გვთავაზობ არც ჰაერიდან გვიცავ არც შესაბამის სადაზვერვო თუ არა მხოლოდ სადაზვერვო ოპერატიულ ინფორმაციას არ გვაწვდი არც თანამგზავრებს გვახმარ არც იარაღს გვახმარ არც უკრაინას ეხმარები ევროპიდანაც გაგყავს ჯარები და შესაბამისად რა ხდება უნდა დაგვტოვო ამ ხახადაბჩენილი რუსეთის წინააღმდეგ რომელიც როცა ამოისუნთქავს ფაქტია ის აუცილებლად შეუდებს უკრაინის დარჩენილ ტერიტორიას ანუ იმას რასაც გააკონტროლებს ცენტრალური კიევი, ლვოვი, ოდესა, ხარკოვი, სუმი და ასე შემდეგ და უკვე შემდგომ მოლდოვა შემდეგ ჯერზე რუმინეთი შემდეგ ჯერზე ბალტიის სამივე სახელმწიფო შემდეგ ჯერზე პოლონეთი შემდეგ ჯერზე საქართველოზე ამ პუტინისთვის ზღინკიან ქვეყანაზე აღარც ლაპარაკობ აქ პრინციპში მოყომარებული აქვს პუტინს ხო იმიტომ რომ დასმული ხავს მისი აგენტი რომელიც ყველაფერს ყველა ხაწელკას უკაცრავად უსულისთვის უსრულებს პუტინს და აი ეს ამბავია კიდევ ერთი ამიტომ მე თელი პასუხისგებლობით ვამბობ რომ მინდაზე დაფუძნებული უგეგმო მშვიდობა არ არის მშვიდობა და ეს მშვიდობა როგორც ასეთი არ გამოვა აი ტრამპის რაც არ უნდა თქვას ტრამპმა რომელიც გვეკუქრება თუ გვიანონსებს რომ უკვე ხვალ თელ სიმართლეს ყველაფერს იტყვის ყველაფერს გვეტყვის ახლა რა არის მთავარი სათქმელი ჩემი ხმარწმენით ალბათ ბრიანია რომ დავჯდე გამოგწევს გამსკვენის ნებართვით და დავჯდები ასე რა არის მთავარი სათქმელი არის ჩემო მეგობრებო შემდეგი რამ
უკრაინას უნდა ვუსურვოთ გაძლება გადარჩენა. ჩვენი ბედი რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. ამ უცნაურისაც არ არის უფრო ზუსტი რომ იყო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო კარგად ჩანს ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაუძლებს უკრაინა. არავის არ უნდა ომი. უკრაინელებს მით უმეტეს არ უნდათ ომი. ჩვენ რამდენიმე 1000 კილომეტრით დაშორებულები კიევიდან ასე მაგალითად კარგად ვერ ხვდებით, ან საერთოდ ვერ ხვდებით რა ამბავი ტრიალებს უკრაინულ საზოგადოებაში. ალბათ მე არ ვიცი. ინფორმაცია მაქვს, მეორე ინფორმაციაც მაქვს, მესამეც, მეოთხეც, მე-17-ს, მაგრამ საპირისპირო ინფორმაციაც მაქვს. ამიტომ მე ვერ ვგრძნობ უკრაინული საზოგადოების გულის თქმას ახლა, სულის კვეთებას გრძნობ, გულის თქმას ალბათ ნაკლებად. იქ რა თქმა უნდა არიან დაღლილები. ომი რომ მოყირჭდათ იმგვარი ადამიანების საზოგადოება, რომლებიც ცოტა პესიმისტურად უყურებენ მომავალს, რომლებიც აკრიტიკებენ ზელენსკის, მოსწონ ზალუჟნი, არ მოსწონ ზალუჟნი, მოსწონ პოროშენკო, ან მოსწონ ზელენსკი. ბევრი ისეთია, ვინც დღესაც შემართულია, მაგრამ ბევრს აგეს შვილი მოუგდა ან ნათესავი. ან მისი ძმისშვილი წაიყვანეს 19-20 წლისაი და მიყავთ ახლა ჯარში. მოდი ესე ვიტყვი, მოუმზადებელი პრინციპში, იმიტომ რომ წვნა არ გაუვლია ბევრს და ეს თუხთუხია. ამიტომ მე მესმის. არა, ესე უნდა ვთქვა, უნდა მესმოდეს რაც ხდება უკრაინულ საზოგადოებაში ამ მხრივ. მეორე მხრივ, უკრაინულ საზოგადოებას როგორ მოუწოდო რა უფლება მაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ ერთი რამ ყველამ, ვინც ომში არა ვართ, ან ომში ვართ, ან სადღაც ვართ, არ ვიცი. ვინც ვიაზრებთ ამ ომის ისტორიულობას და მნიშვნელობას, ჩვენ უნდა გავიგოთ შემდეგი რამ. ეს ომი უკვე არის ჯერ ერთი მესამე მსოფლიო ომი. იმიტომ რომ ჩართულები არიან სახელმწიფოები. პუტინი აშანტაჟებს დასავლეთს ბირთვული ბომბის ჩამოგდებით. მაღალი ალბათობით ვერ ჩამოაგდებს, თუმცა ისეთი შლეგია, რომ აბაზეც კი შეიძლება წავიდეს. კატასტროფაა, ვადასტურება. მაგრამ თუ დღეს დასავლეთი იტყვის უარს უკრაინაზე და დაიხევს უკან, ანუ დასავლეთი გახდება ჩემბერლენის მსგავსი, ტრამპი იქნება ახალი ჩემბერლენი, რომელმაც 38 წელს მიუნხენის კონფერენციაზე მიუნხენში ჩააბარა სუდეტი, ჩეხური, ჰიტლერს და ჰიტლერმა მერე რაც დაატრიალა უკვე 1918-19 წლებიდან კი იცით, სწორედ ჰიტლერის გზას გაუყვება პუტინი უკვე შემდგომ ისედაც შემდგარია ამ გზაზე. კერძოდ, კვლავ ვიმეორებ, ის ამოისუნთქავს მის სამხედრო მრეწველობას, ეკონომიკას სამხედრო მრეწველობაზე გადართავს თავიდან ბოლომდე. ამასობაში დესანქცირებას მოითხოვს, შავხრელებს იპოვის, ჩინეთთან აღებ მიცემობას კიდევ უფრო მეტად გააჩაღებს ჩრდილოეთ კორეასთანაც. ის უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება სწორედ მაშინ, თუ ვინმე სხვადასხვა ობიექტური მიზეზით ადამიანები არ უნდა იხოცებოდნენ, რა თქმა უნდა არ უნდა იხოცებოდნენ. მაგრამ უფრო დიდ ტრაგედიებს დაატრიალებს პუტინი, უკვე შემდგომ უფრო დიდი რაღა არისო, მაგრამ არის. და დაატრიალებს, კვლავ ვიმეორებ, უკრაინის დარჩენილ ნაწილში, ანუ აფრიალებს კიევის თავზე რუსულ სამფერა ან საბჭოთა წითელ ნამგალი და ურორო იყო იმ დროშას, დასვავს იქ იანუკოვიჩის მსგავს, ან თავად იანუკოვიჩს, ან მსგავს უფრო. მოლდოვას ისე მიახურდავებს, ესე აი თაც გაკრავს და შემოათრებს ამ შეითრებს ახალ კავშირში. ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო ყაზახეთის ჩათვლით არ მინდა ცუდი სიტყვა თქვა, ცუდი ზმნა თქვა, მაგრამ ყისიერად ჩაბარდებიან ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ. ანალოგიურად იქნება ბელარუსზე ხო არც ვლაპარაკობ, სომხეთი რომელიც დაფრთხება და რომელსაც ჩვენ სიკით გზა არ აქვს, მას უნდა გასვლა დასავლეთში პრემიერ ფაშინიანს, მაგრამ საქართველო თუ იქნება არაადეკვატური და არაადეკვატურია ერევნის აზრითაც, ხო? სომხეთი ვერანაირად ვერ გააღწევს დასავლეთში. და საქართველოშიც შეიძლება ესე პირდაპირ კონვენციური ომით არ შემოვიდეს, იმიტომ რომ აქ ახავს აგენტურა, მაგრამ უკლებლივ ყველაფერს გააკეთებს დესუვერენიზაციისათვის საქართველოში და საკეთებს კიდეც. მაგრამ კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით. მაგალითად, დაურიგებს მოქალაქეებს, დაგვარიგებინებს
მოქალაქეობას იმ რუსებისათვის, რომლებიც ჯგროებად ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. დემოგრაფიულ სურათსაც შეცვლის, საარჩევნო რუკას ან საარჩევნო დემოგრაფიას ხო შეცვლის და ივანის შვილები იქნებიან სულ ჩვენს ქვეყანაში ვიდრე არ ვიცი, ახალ აფეთქებამდე ან ახალ რევოლუციებამდე, ისეთ რევოლუციებამდე, როგორც მოხდა ჩვენს ქვეყანაში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. რევოლუცია იყო ხო საბჭოთა კავშირის დანგრევა ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა ეს რევოლუცია, როცა ჩვენს ხელი შეუწყდა. ეხლა მე კიდევ ერთს ვიტყვი 25 წუთია და კარგით კიდევ ვიტყვი ერთს. ზელენსკის ბევრი აკრიტიკებს, არ უნდა ეთქვა, არ უნდა ახოლოდა დივენს, ჯეი დივენს. თარჯიმანი უნდა მოეხმარა, არ უნდა მისულიყო ამ ტანსაცმლით, და სულ ტანსაც ამგვარად შემოსილი დადი. ბევრი აკრიტიკებს, ობიექტურად, თუნდაც ესე. არ უნდა ჩასულიყო საერთოდ ვაშინგტონში ეს მოსაზრებაც წავიკითხე და ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება. რასაკვირველია, მაგრამ ისტორიას ქმნიან, მით უფრო როცა ისტორია პოზიტიურად ვთავრდება, დიდი პიროვნებები და დიდი ნაბიჯები, როცა არის გადადგმული, ის წერს რეალურად ისტორიას. მაგალითად, 91 წელს ბევრმა გაიხსენა, სხვადასხვანაირად გაიხსენა სხვადასხვა. მე ესე ვუყურებ. 91 წელს ბუშმა უფროსმა უთხრა უკრაინელებს რადაში. chicken speech. არც იოცნებოთ დამოუკიდებლობაზე. გორბაჩოვის პერესტროიკას ახევით და ამ სეპარატისტებს, იგულისხმებოდა ქართველები, სეპარაციის გზით ნუივლით. აგვისტოს დასაწყისია 91 წელი. ბევრჯერ გამიხსენებია მე ეს ისტორია. 24 აგვისტოს უკრაინელებმა თქვენს რომ არ გვაინტერესებს ბუშმა რა გითხრა. ჩვენ ვაცხარებთ დამოუკიდებლობას. იანვრის დასაწყისში 92 წელს რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა, უკრაინა მიიღო შეცვლილი ბუში. ბუში, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობას ვაღიარებ. რასაკვირველია, საბჭოთა კავშირი დაინგრა და მაგიტომაც აღიარა. რასაკვირველია, უკრაინელების წვლილი მინიმალურია საბჭოთა კავშირის დანგრევაში, ხოლო ქართველებისა მინიმალური. ანუ უკრაინელების წვლილზე ოდნავ მეტი, მაგრამ საბოლოო ჯამში ხა მარტო ჩვენ ხوار დაგვინგრებია. ჩვენ უბრალოდ ხელი შეუწყეთ, შეუჩხიკინეთ, თუ სწორედ სიტყვა, ჩვენი ეროვნული მოძრაობით. ჩვენი საპროტესტო ანტისაბჭოთა მოძრაობით. მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული 24 აგვისტოს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ეს ისტორიამ დაადასტურა. აბა, ხონჩით მორთმეული დამოუკიდებლობა არასაკვირველია. რაც მიიღო ასე მაგალითად ტაჯიკეთმა, არ ვაკნინებ, მაგრამ ასეა. გამსახურდია გაგიჟდა. დინარეს მიუყვებიან მხოლოდ მკვდარი თევზები. რას უხტები მართლა ამ ბუშს, ხა ამ ხელა ქვეყნის ლიდერია, რომელმაც ის თქვა შენზე, რაც თქვა. დინარის დინების საწინააღმდეგოდ მიდისო. რას უხტები? რა ვინახარ, მაგრამ გამსახურდიას, იმიტომ რომ ქვეყანამ გაიმარჯვა, მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს სხვათა შორის ეს ინციდენტი ოდნავ მოგვიანებით მოხდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ხო? აღსრულდა ნება ქართველი ხალხისა, საქართველო თავისუფალია. ამბობს ქართველი ერისა, თუ არ ვცდები, საქართველო თავისუფალია, თქვაზე ვერ გამსახურდია. ეს ამბავი ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში და ბუში ამ თვალსაზრისით უფრო უარყოფითი ტიპია. ვიდრე დადებითი ჩვენთვის. რეიგანისაგან განსხვავებით, ხო? ამიტომ კი შეგიძლია აუხდე ყველას, მათ შორის ბუშსაც უკრაინელები, ქართველები, ნებისმიერ პრეზიდენტს, მაგალითად ობამა რასაკვირველია დღეში 17 უნდა აკრიტიკო გადატვირთვის ხილაკზე და თითის დაჭერის, იმის გამო დააჭერინა თითი ჰილარი კლინტონს, რომელმაც ხოთა შორის აღიარა უკვე შემდგომ, რომ ეს იყო შეცდომაო და ეს რასაკვირველია დასაფასებელია. ზელენსკი იმას სწორე ნაბიჯები გადადგმა. ისტორიულ კონტექსტში თორე ეხა იქ, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩასულიყო. რა თქმა უნდა, ჯეი დივენს არ უნდა ახვე. რა თქმა უნდა, ჯეი დივენსი არ იყო დადგმული, მაგრამ პროვოკატორია. რა თქმა უნდა, ის უცნაური ჟურნალისტი ვინ იყო საერთოდ? რატო იყო ის ჟურნალისტი? რატო იყო ტასის ჟურნალისტი? რატო იყო ესეთი ცინიკური თავად ტრამპი? რატო იყო ესეთი მტრული გარემო? მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით ზელენსკი მართალი არის. თუ უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინა გაიმარჯვებს და ეს აგვაქვს სათქმელი გაუწელი უკრაინა. 4 წელი მაინც ალბათ უკრაინამ უნდა გაუძლოს.
ამ 4 წლის განმავლობაში მჟუტავი იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეიცვლება, თავად ტრამპი შეიძლება ხვალად შეიცვალოს ხალხო. გვაქვს, რა თქმა უნდა. მეორე ამბავი, ამ 4 წლის განმავლობაში ევროპა გადაიარაღდება, სხვაგვარად შეიარაღდება, დაიცავს გვაქვს. ამისიც მჟუტავი იმედი, მაგრამ გვაქვს. უკრაინა გაუძელი ამ 4 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ 4 წლის თავზე ანუ 28 წელს აი ვერ ვიხსენებ. COVID-მა რა მიქნა. პუტინი იქნება თუ არ ვწდები 76 წლის რო გამოხდა ვიდეოს მე გადავამოწმებ და კომენტარებში თუ მაინც და მაინც შევწდები, ჩავასწორებ კომენტარებში იქნება ჩასწორება. 76 წლის და აი ვისი ჩაძაღლება უნდა ინატოს კაცმა გარდა პუტინისა. ეს არის მე არა კი დამავიწყდა საყვედურო როგორ ხოლმე description-ში არის ჩემი ანგარიშის ნომერი, არხის ანგარიშის ნომერი ასევე გეტყვით TBC საქართველოს ბანკი შეეხიდეთ ამ არხს ყოველდღიურად ჩვენ ვდებთ ვიდეოებს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას აქვს ცდუნება და მოახერხებს კიდეც ალბათ რომ შეზღუდოს მედია და ჩემი ხმა ჩახრენწილი მოგწონთ არ მოგწონთ ეგ არ ვიცი, მაგრამ ვერც ვერავის ხმას ვერ გაიგონებთ. ინტერვიუები მექნება და მაქვს ისი თქვენ ვერავის ხმას ვერ გაიგონებთ, ალტერნატიული საშუალებები არის გასაძლიერებელი და მათ შორის ტაბლომედიაც. დამეხმარეთ, მე კი გამარჯვებას უსურვებ საქართველოს და უკრაინას. ხოლო ოლიგარქიას კი რას საკვირველია ეკუთვნის ცეცხლი ოლიგარქიას.